ტყიბულის მუნიციპალური თეატრის ვერცხლის დარბაზში ინტელექტუალური თამაში რა სად როდის გაიმართა, რომელშიც 11-4-5 მოაზროვნით დაკომპლექტებული გუნდი იყო ჩართული. მონაწილე ჯგუფებს 36 კითხვა დაუსვეს, რომლებიც სხვადასხვა თემატიკასა და სფეროებს შეეხებოდა. მათ პასუხის მოსაფიქრებლად და მის ფურცელზე დასაფიქსირებლად 10 წამი ჰქონდათ მიცემული. ტურნირი 5 წუთიანი შესვენებით 2 ეტაპად გაიყო. გუნდებმა მეტად საინტერესო თამაში აჩვენეს მაყურებელს. ტურნირის დასრულებისას მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და გამგებლის მოადგილე შალვა გაბრიაძე. მათ წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა მოაზროვნეებს. თანადგომა გამოუცხადეს მათ მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელებაში და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენი ოქროს ფონდი მომავალი საქართველოსი არის აზრიანი წიგნიერი ახალგაზრდობა. როცა გაიელვა იდეის დონეზე ამ ღონისძიების ჩატარება, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქტიურობა მაქსიმალური იქნებოდა, რადგანაც ტყიბული ტრადიციულად იყო ინტელექტუალური ადამიანების სამჭედლო და როცა ვამბობ, რომ ტრადიციებს ვაბრუნებთ და ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ სტანდარტებს, ზუსტად აი ამ ახალი სტანდარტების დონეზე ჩატარდა ეს შეჯიბრი და ამ ბავშვებს დიდი мотиваცია გაუჩნდათ, როცა უთხარი, რომ მე მქონდა ინფორმაცია მაჟორიტარობის კანდიდატის, რომ ის აპირებს ფონდის ჩამოყალიბებას, რითაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების სწავლას, განათლებას, უზრუნველყოფს მათ სტიპენდიით და ესე იგი ქუხთა დარბაზი, როცა დაინახეს ბავშვებმა, რომ мотиваცია იზრდება და ძალიან გაუხარდათ. მე ისეც უთხარი, რომ მისი სტიპენდიანტი დღეს სამედიცინო ინსტიტუტში რამდენიმე წარჩინებული ახალგაზრდაა და არა მარტო ტყიბულელი, ის ახლა გამოირჩევა ქველმოქმედებით, მეცენატეობით და უბრუნებთ ტყიბულს ძველ დიდებას, როცა ის იყო თავისი განვითარების ზენიტში. შეჯიბრების ფინალი გამარჯვებულების გამოვლინება და მათი დაჯილდოება იყო. პირველი ადგილი 26 ქულით ოსკაროსნებმა, ხოლო მეორე გუნდმა უცებ 24 ქულით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გარდა ტყიბულელებისა, მონაწილეთა შორის იმყოფებოდა სტუმარი გუნდი დურალექსი, ქალაქ ქუთაისიდან. ინტელექტუალური თამაში მარათონი რა სად როდის ადგილობრივი გამგეობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი და წამყვანი დავით არსენიძე, ტყიბულის მკვიდრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. საორგანიზაციო საკითხებში ასევე ჩართული იყო გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან პირველი ადგილის მფლობელი ოსკაროსნები სპეციალური თასითა და ფულადი პრიზით 150 ლარის ოდენობით, ხოლო გუნდი უცებ 100 ლარით დაჯილდოვდა. ახალგაზრდებმა მიიღეს ძალიან დიდი სიამოვნება და გსურს რომ აღნიშნული და ასეთი პროექტები კიდევ ძალიან ბევრი ჩატარდეს, ახალგაზრდები განვითარდნენ, წარმოჩნდეს უფრო ახალი თაობა, ადგილობრივ დონეზე მოხდეს მათი წახალისება. ეს ახალგაზრდები არიან მომავლის იმედი და ბევრი კარგი გუნდი იყო, კონკურენციაც დიდი იყო. მაყოფილი ვართ, მაინც აქ გამარჯვება თავისთავად ახლა კარგი არის. ზოგადად ღონისძიება რო ტარდება, ეგეც კარგი არის და რა ვიცი, იმედია კიდე ხშირად ჩატარდება, როგორც დავკვირდნენ, კიდე ბევრი ღონისძიებები იქნება. კარგია მოგების რო თამაშობ, მაგრამ როცა აგო არა უშავს. თავარია ხო გამოცდილება და რა მონაწილეობის მიღება და მეტი ღონისძიება. დიდი მადლობა მინდა გადავხადო თვითონ ტყიბულის გამგეობას და დავით არსენიძეს იმისათვის, რომ გაიმართა ისა რასად როდის ტყიბულში. ჩვენ სტუმრად ვართ ქუთაისიდან და მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად კარგი ნაბიჯი არის მათ მიერ გადადგმული, ეს დაეხმარება ახალგაზრდებს მომავალში, რომ უფრო მეტად განვითარდნენ, შეიძინონ მეტი ცოდნა და რაც თავარია დაუფასდეთ ის.